მოდით დღეს ვისაუბროთ მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთ ყველაზე დრამატულ და გარდამტეხ მომენტზე, რომელმაც ფაქტობრივად ყველაფერი შეცვალა აღმოსავლეთის ფრონტზე. წარმოიდგინეთ 1940 წელია. გერმანული სამხედრო მანქანა თითქოს ვერავინ და ვერაფერი აჩერებს. ის ღრმად იჭრება საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე და გამარჯვებაც თითქოს ხელის გაწდენაზეა. აი ზუსტად აქ ისმის მთავარი კითხვა, როგორ მოხდა რომ ეს უძლეველი ძალა არა მხოლოდ შეაჩერეს, არამედ გატეხეს კიდეც. პასუხისმცემნა კი, იცით, სად უნდა დავიწყოთ? გერმანიის სამხრეთის შეტევაში. ეს იყო, მოდი ასე ვთქვათ, ყველაფრის ან არაფრის თამაში, უდიდეს რისკზე წასვლა, რომელსაც ომის ბედი უნდა გადაეწყვიტა. ხო და 1942 წლის ზაფხულისთვის სურათი ასეთი იყო. გერმანული ძალები, კონკრეტულად არმიათა ჯგუფის სამხრეთი, ორ ფრონტად იჭრებიან საბჭოთა ტერიტორიის სიღრმეში. გეგმა, ერთი გამანადგურებელი საბოლოო დარტყმა, რომელიც საბჭოთა კავშირს ომიდან გამოიყვანდა. ყოველ შემთხვევაში ასეთი იყო ჩანაფიქრი. და ამ გეგმას ჰქონდა ორი მთავარი, მაგრამ ძალიან განსხვავებული სამიზნე. ერთი აბსოლუტურად სტრატეგიული კავკასიის ნავთობის საბადოები, ანუ ომის საწვავი. და მეორე უფრო სიმბოლური, ქალაქი სტალინგრადი, რომელიც ხომ ხდებით თავად სტალინის სახელს ატარებდა. სწორედ ამ ორმა მიმართულებამ გაწელა გერმანული რესურსები კრიტიკულ ზღვრამდე. კარგი, მოდით პირველ მიმართულებას მივყვეთ, ოპერაცია Edelweiss. ეს იყო ბრძოლა კავკასიისთვის, ანუ როგორც მაშინ უწოდებდნენ, შავი ოქროსთვის. ოპერაცია Edelweiss, ლამაზი სახელია, არა? ალპური ყვავილის სახელი დაარქვეს, მაგრამ მიზანი სულაც არ იყო პოეტური. ეს იყო გეგმა, რომლითაც გერმანიას კავკასიის ნავთობის უმდიდრესი საბადოები უნდა ჩაეგდო ხელში. ეს ნავთობი კი ჰაერივით სჭირდებოდათ, რომ მათი სამხედრო მანქანა არ გაჩერებულიყო. და აი ზუსტად ამ მომენტში ომი ათასობით ქართველი ჯარისკაცისთვის, რომლებიც საბჭოთა არმიაში იბრძოდნენ, უცებ ძალიან პირადული ხდება. წარმოიდგინეთ, მტერი პირდაპირ შენს სახლს, შენს კავკასიას უახლოვდება. ომი, რომელიც სადღაც შორს გეგონა, კარზე გაგაკუნებს. კავკასიის ბრძოლების პარალელურად კი მეორე ფრონტზე გაცლებით უფრო საშინელი რამ ხდებოდა. ახლა ჩვენ გადავინაცვლებთ სტალინგრადში, ქალაქში, რომელიც ისტორიაში შევიდა როგორც ნამდვილი ხორცსაკები მანქანა, ნანგრევებისა და ფოლადის ქალაქი. უბრალოდ რომ მასშტაბს მივხვდეთ, 270,000. ამდენი ჯარისკაცი ყავდათ გერმანელებსა და მათ მოკავშირეებს მე-6 არმიაში, რომელსაც მხოლოდ ამ ერთი ქალაქის აღება დაევალა. წარმოუდგენელი ძალა იყო კონცენტრირებული ერთ წერტილში. ამ ბრძოლის სისასტიკეზე უკეთესად ალბათ ვერაფერი მეტყველებს, ვიდრე ერთი საბჭოთა გენერალის ფრაზა. ქუჩა უკვე მეტრებით კი არა, გვამებით იზომება. ეს ფრაზა მგონი ყველაფერს ამბობს იმაზე, თუ რა ჯოჯოხეთი ტრიანებდა იქ. ყოველი შენობა, ყოველი სართული ბრძოლის ველი იყო. აი აქ ხედავთ, როგორი კოლოსალური სხვაობა იყო გეგმასა და რეალობას შორის. გერმანელების გეგმა იყო მდინარე ვოლგის აღება და სწრაფი გამარჯვება. და რა მიიღეს რეალურად? ჯარისკაცის რეალობა იყო ბრძოლა ერთი მიყრუებული მარცვლეულის ელევატორისთვის, ბრძოლა ყოველი სახლისა და ყოველი ოთახისთვის. სწრაფი გამარჯვების ნაცვლად მიიღეს გამოფიტვის ომი, ნელი და საშინდელად სისხლიანი. და სწორედ მაშინ, როცა ჩანდა, რომ გერმანული მანქანა მაინც გაიმარჯვებდა, როცა ყველაფერი თითქოს დაკარგული იყო, აი მაშინ მოხდა ის, რასაც დიდი გარდატეხა ჰქვია. საბჭოთა კავშირი ინიციატივას საკუთარ ხელში იღებს და გამანადგურებელ კონტრშეტევას იწყებს. მოდით მოვლენებს ქრონოლოგიურად მივყვეთ, რომ სურათი ნათელი გახდეს. 1942 წლის ნოემბერი. საბჭოელები იწყებენ ოპერაცია ურანს და სტალინგრადში გამაგრებულ გერმანიის მე-6 არმიას მთლიანად ალყაში აქცევენ. რამდენიმე თვის შემდეგ 1943 წლის თებერვალში ეს არმია ნებდება. ეს იყო წარმოუდგენელი მორალური დარტყმა ჰიტლერისთვის. და ამას მოყვა კულმინაცია იმავე წლის ივლისში, კურსკის ბრძოლა, ისტორიაში უდიდესი სატანკო ბრძოლა. და აი კურსკის ბრძოლა, ეს იყო ის საბოლოო წერტილი. აქ საბჭოთა კავშირმა ისე გამანადგურებლად დაამარცხა გერმანია, რომ ეს ფაქტობრივად გერმანიის ბოლოს სერიოზული შეტევა იყო აღმოსავლეთის ფრონტზე. გერმანული ბლიცკრიგის, ანუ ელვისებური ომის ტაქტიკა აქ საბოლოოდ დაიმარხა. ეს დიაგრამა კი უბრალოდ ციფრებში გვიჩვენობს, როგორ შეიცვალა ძალთა ბალანსი. კურსკთან საბჭოთა კავშირს უკვე დაახლოებით 5,000 ტანკი ჰყავდა, გერმანიას კი სადღაც 3,000. ანუ ინდუსტრიული და სამხედრო უპირატესობა უკვე აშკარად საბჭოთა კავშირის მხარეს იყო. მაშ რა დაგვიწობა ამ ყველაფერმა? რა არის აღმოსავლეთის ფრონტის ამ გარდამტეხი ბრძოლების მემკვიდრეობა? მოკლედ რომ თქვათ, ეს იყო დასასრულის დასაწყისი. მესამე რაიხისთვის უკუთვლა დაიწყო. ანუ მთავარი რაც უნდა დავიმახსოვროთ, ეს არის სტალინგრადსა და კურსკში მარცხმა გერმანული არმია აღმოსავლეთის ფრონტზე ფაქტობრივად სამუდამოდ დაასახიჩრა. სტრატეგიული ინიციატივა საბოლოოდ და მყარად გადავიდა საბჭოთა კავშირის ხელში. აქედან გზა უკვე პირდაპირ ბერლინისკენ მიდიოდა. ეს ცხრილი კი ალბათ საუკეთესო დაჯაბებს სამცვლილებას. შეხედეთ, 1942 წლის დასაწყისში ინიციატივა გერმანიის ხელშია. მისი არმია წინ მიიწევს. 1943 წლის ბოლოს კი სურათი სრულიად შეცვლილია. ინიციატივა საბჭოთა კავშირს აქვს, გერმანია კი მუდმივად უკან იხევს.
ომის ბორბალი როგორც იტყვიან 180 გრადუსით შემობრუნდა. გამარჯვება მოპოვებული იყო, ტალღა ნამდვილად შემობრუნდა, მაგრამ აი მთავარი კითხვა, რომელიც ყოველთვის რჩება. რა იყო ამ შემობრუნებული ტალღის ნამდვილი ფასი? ეს კითხვა ალბათ ყველაზე უკეთ გვახსენებს იმ წარმოუდგენელ ადამიანურ მსხვერპლს, რომელიც ამ ისტორიულ გამარჯვებას დაედო საფუძველად.